როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მეჯბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების შემდგომი გართულებები. სანამ დავიწყებ საუბარს პრევენციულ ღონისძიებებზე, მინდა მოკლედ გითხრათ თუ რა გართულებები ვითარდება ყველაზე ხშირად მუხლისა და ან მეჯბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების შემდგომ. პირველი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი კიდურის მყესის ანთებითი პროცესის გამო. მეორე გართულება, პროთეზის მორყევა. მესამე, პროთეზირებული კიდურის ძვლის მოტეხილობა. იმისათვის რომ ავიცილოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები, საჭიროა. პირველი, ოპერაციის წინა პერიოდში უნდა შეფასდეს პაციენტის ძვლის სტრუქტურის სიმყარე, დენსიტომეტრიული კვლევის საფუძველზე და ასევე ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით. მეორე, ენდოკრინული სისტემის დაავადებებში, კერძოდ ჩაქრიანი დიაბეტი, მენოპაუზა, სიმსუქნე, ესეთ პაციენტებში უნდა მოხდეს კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან. დაგეგმილი ენდოპროთეზირების წინა პერიოდში სასურველია პაციენტმა გაიაროს პრეოპერაციული რეაბილიტაციის კურსი, კერძოდ კიდურის კუნთის მიოსტიმულაცია, ძვლის მაგნიტოთერაპია, რომ პოსტოპერაციული პერიოდი იყოს სტაბილური. ოპერაციის ანუ ენდოპროთეზირების შემდგომ აუცილებელია სამკურნალო რეაბილიტაციის კურსი, რომელიც უნდა დავიწყოთ ოპერაციის მეორე დღიდან კლინიკაშივე პასიური სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებით. ხოლო კლინიკიდან პაციენტის გაწერის შემდეგ აქტიური კვალიფიციური რეაბილიტაციის კურსით ოღონდ კვალიფიციურ სარეაბილიტაციო ცენტრში.